ისტორიაში ყველაზე საშიში მომენტები ის არ არის, როცა ომი უკვე დაწყებულია. ყველაზე საშიში ის წამებია, როცა მსოფლიო ჯერ კიდევ მშვიდობაზე საუბრობს, მაგრამ მოვლენები უკვე სხვა მიმართულებით მიმდინარეობს. ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობა ახალ, უფრო სახიფათო ეტაპზე გადავიდა. ბოლო მოვლენებმა ბევრს გაუჩინა ერთი და იგივე კითხვა: დგავართ თუ არა გლობალური ომის წინაშე? მოდით ვცადოთ ემოციების გარეშე ფაქტებზე დაყრდნობით გავარკვიოთ, სად ვართ დღეს და რას შეიძლება ველოდოთ ხვალ. იქამდე კი სანამ უშუალოდ ვიდეოზე გადავალთ, დაუჭირეთ მხარი არხს, მოიწონეთ ვიდეო და გამომიწერეთ. ასევე დააკომენტარეთ თქვენი აზრი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რა სელით, როგორ განვითარდება მოვლენები? მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებთ ფაქტომატს და რა თქმა უნდა, გესაუბრებით მხოლოდ ფაქტებით. პირველი, მრავალწლიანი კონფლიქტი. ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება 10 წლეულებს ითვლის. ეს არ არის მოულოდნელი აფეთქება, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პოლიტიკური და სამხედრო დაძაბულობა. ირანი ისრაელს რეგიონში მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, ხოლო ისრაელი ირანის ბირთვულ პროგრამას საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს. სწორედ ამ განსხვავებულ ხედვებზე აშენდა მათი კონფლიქტიც. ბოლო წლებში ბრძოლა ძირითადად ირიბი იყო. სირიაში, კიბერსივრცეში, დაზვერვის დონეზე, ამას ხშირად ჩრდილოვან ომს უწოდებენ. ახლა კი ეს ეტაპი დასრულებულია. დარტყმები უკვე პირდაპირ და ღიად ხდება. ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი ახალ ფაზაში გადავიდა. ფაზაში, სადაც დაპირისპირება აღარ იმალება და რისკებიც მნიშვნელოვნად იზრდება. მეორე, პირდაპირი დარტყმები. როდესაც ერთი სახელმწიფო უშუალოდ უტევს მეორე სახელმწიფოს ტერიტორიას, ეს მხოლოდ სამხედრო ოპერაცია არ არის. ეს პოლიტიკური ზღვრის გადაკვეთაა. ისრაელსა და ირანს შორის წლების განმავლობაში დაპირისპირება ირიბ ფორმატში მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა დარტყმები უკვე პირდაპირია. ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი ოფიციალურად შევიდა ღია სამხედრო ფაზაში. ამ ეტაპზე საფრთხე მხოლოდ შეტევა არ არის. უფროს არისკოა ის, თუ რა შეიძლება მოხვდეს ამ ყველაფერს. ერთი არასწორი გათვლა, დაზვერვის მცდარი ინფორმაცია ან თავდაცვის სისტემის შეცდომა შეიძლება უფრო ფართო საპასუხო მოქმედებაში გადაიზარდოს. როდესაც ორივე მხარე მაქსიმალურ სამხედრო მზადყოფნაშია, გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღება და სწორედ ასეთ პირობებში იზრდება ესკალაციის რისკი. მესამე, პროქსი ძალების როლი. ირანი წლების განმავლობაში გავლენას მხოლოდ საკუთარი სამხედრო ძალით არ აძლიერებდა. მისი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონალური მოკავშირე ჯგუფებია, რომლებიც მის ინტერესებს სხვადასხვა ქვეყნებში აწარმოებენ. ლიბანში მოქმედი ჰეზბოლა და ღაზაში არსებული ჰამასი ხშირად მოიხსენიებიან როგორც ირანის სტრატეგიული ბერკეტები. ისინი დამოუკიდებელი მოთამაშეები არიან, თუმცა თეირანთან კავშირი მათ როლს უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში აქცევს. თუ ეს ჯგუფები სრულმასშტაბიანად ჩაერთვებიან კონფლიქტში, დაპირისპირება მხოლოდ ერთ ხაზზე აღარ განვითარდება. შესაძლებელი იქნება რამდენიმე ფრონტის ერთდროული გახსნა, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და სხვა მიმართულებებით. სწორედ ეს სცენარი ზრდის რეგიონალური ომის რისკს. მრავალფრონტიანი კონფლიქტი ბევრად რთულად სამართავია. მასში ჩართული მხარეების რაოდენობაც ავტომატურად იზრდება. მეოთხე, ამერიკის სტრატეგიული პოზიცია. ამერიკა არის ისრაელის მთავარი სამხედრო პარტნიორი და ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად უჭერდა მხარს როგორც ფინანსურად, ასევე ტექნოლოგიურად და დაზვერვის დონეზეც. თუმცა ამერიკისთვის ახლო აღმოსავლეთი მხოლოდ ერთი ფრონტია. ვაშინგტონს ერთდროულად სჭირდება ყურადღება აზიის რეგიონალურ კონკურენციაზე, რუსეთის გავლენაზე ევროპაში და გლობალურ ეკონომიკურ ინტერესებზე. ამიტომ ამერიკის სტრატეგიული მიზანი ხშირად ომის გაფართოვება არ არის, არამედ დაძაბულობის შეკავება. ძირითადი აქცენტი კეთდება კონფლიქტის კონტროლირებად დონეზე შეჩერებაზე, რათა არ მოხდეს მასშტაბური საერთაშორისო შეჯახება. თუმცა ამ შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა. ამერიკამ ისრაელთან ერთად დაიწყო სამხედრო ღია ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. მეხუთე, ევროპა ორმაგ პოზიციაშია. გერმანია და საფრანგეთი ერთის მხრივ საჯაროდ გამოხატავენ მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოებისთვის, აღიარებენ თავდაცვით უფლებას და მონაწილეობას სხვადასხვა დიპლომატიურ ოპერაციებში. მეორეს მხრივ ისინი ღიად გამოხატავენ შის რეგიონალური კონფლიქტის გაფართოების გამო. დიდი ომი ახლო აღმოსავლეთში ევროპისთვის ნიშნავს არა მხოლოდ ენერგიის ფასების ზრდას, არამედ ეკონომიკურ არასტაბილურობას, მიგრაციულ ტალღას და უსაფრთხოების რისკების ზრდას საკუთარი ტერიტორიებისთვისაც. ამ ორმაგი პოზიციის მიზეზი მარტივია. ევროპა ცდილობს კოორდინაციას დიპლომატიურ მხარდაჭერასა და შინაგან ეკონომიკურ ინტერესებს შორის, რათა კონფლიქტი არ გადაიზარდოს გლობალურ კრიზისად.
მეექვსე, ნავთობი და ჰორმუზის სრუტე. ირანი აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს და ფაქტობრივად იგი გადაკეტა კიდეც. ეს სრუტე წარმოადგენს მსოფლიოს ნავთობის გადამტან ერთ-ერთ მთავარ გზას, ამიტომ მისი დახურვა მყისიერ გავლენას ახდენს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე. ჰორმუზის ჩაკეტვა ასევე აჩვენს უსაფრთხოების რისკებს სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც დამოკიდებული არიან ნავთობის იმპორტზე. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ზრდის რეგიონში დაძაბულობას და აძლიერებს შიშს, რომ კონფლიქტი შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს საერთაშორისო მასშტაბის კრიზისად, რადგან ეკონომიკურად ძალიან დაარტყამს ისე დიდ ქვეყანას, როგორიც მაგალითად ჩინეთია. მეშვიდე, ბირთვული პროგრამის საკითხი. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი ეჭვობს ირანის ნებასა და მიზნებზე. ისინი ფიქრობენ, რომ თეირანი შესაძლოა მალულად ბირთვული იარაღის განვითარებაზე მუშაობდეს, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას. ისრაელი ღიად აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ შეიარაღებას არ დაუშვებს და მზად არის სამხედრო ოპერაციებისთვის საჭირო ღონისძიებები მიიღოს, რომელიც რეალურად მიიღო კიდეც. ეს სწორედ ის ფაქტორია, რომელიც კონფლიქტის ცენტრალური ღერძი გახდა. ბირთვული პროგრამის საკითხი პირდაპირ უკავშირდება რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების სტაბილურობას. მერვე, ირანის და ჰეზბოლას მოქმედებები რეგიონში. ახალი ეტაპის დაწყების შემდეგ ირანი აქტიურად ბომბავს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, სადაც ამერიკის სამხედრო ბაზებია: ემირატებს, ომანს, კატარს, საუდის არაბეთს და ბაჰრეინს. ფაქტობრივად, ირანის საჰაერო ოპერაციებმა მიზნად ამოიღო მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამხედრო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ბრიტანეთის სამხედრო ბაზა კვიპროსში ასევე აღმოჩნდა იერიშის მიზნად. ამასთან ლიბანში მოქმედი ჰეზბოლა ოფიციალურად ჩაერთო კონფლიქტში და რაკეტები გაუშვა ისრაელის მიმართულებით. ეს მოქმედებები აჩვენებს, რომ კონფლიქტი აღარ არის მხოლოდ ირანისა და ისრაელის შიდა დაპირისპირება. ახლა ის რეგიონალური ომის სახეს იღებს, მრავალი ქვეყნის უშუალო ჩართულობით. მეცხრე, რუსეთი და ჩინეთი ფრთხილ თამაშში. რუსეთი და ჩინეთი თანამშრომლობენ ირანთან, თუმცა პირდაპირ სამხედრო ჩარევაზე ამ ეტაპზე არ არის საუბარი. მათთვის უფრო ხელსაყრელია რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ზრდა, ვიდრე პირდაპირი დაპირისპირება დასავლეთთან. რუსეთი და ჩინეთი ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს, მხარს უჭერენ ირანს დიპლომატიურად და მატერიალურად, მაგრამ ღია სამხედრო მოქმედება თავიანთი გლობალური ინტერესების გამო არ განიხილება. ეს ტაქტიკა მათ საშუალებას აძლევს რეგიონში გავლენა შეინარჩუნონ. პარალელურად თავიდან აიცილონ უშუალო სამხედრო კონფლიქტი ამერიკასა და მის მოკავშირეებთან. მეათე, ნატოს ჩართულობა. ნატო ავტომატურად არ ჩაერთვება კონფლიქტში. ალიანსი აქტიურად ერთვება მხოლოდ მაშინ, როცა წევრ ქვეყანაზე ხდება პირდაპირი თავდასხმა. ამ ეტაპზე დაპირისპირება ძირითადად რეგიონალურ დონეზე მიმდინარეობს. ამიტომ ნატოს წევრ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი, ჯერ არ მოუწევთ სამხედრო ოპერაციების წარმოება. თუმცა ნებისმიერი პირდაპირი თავდასხმა ნატოს წევრ ქვეყანაზე შეიძლება ავტომატურად გამოიწვიოს ალიანსის ჩართულობაც, რაც კონფლიქტის ესკალაციას მნიშვნელოვან საერთაშორისო მასშტაბზე გაიყვანს. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის ბაზა დაიბომბა კვიპროსში, ჯერჯერობით მხოლოდ თავდაცვას განიხილავენ და არა შეტევით ოპერაციებში ჩართვას, თუმცა შესაძლოა ეს ყველაფერი ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. მე-11, რეგიონალური ომი. ყველაზე სავარაუდო სცენარი ამ ეტაპზე უკვე არა მსოფლიო ომი, არამედ ფართო რეგიონალური კონფლიქტია. ეს არ არის ერთი ქვეყანა წინააღმდეგ მეორე ქვეყნისა. ახლა სიტუაცია მრავალფრონტიანია. ირანი უკვე აწარმოებს საჰაერო იერიშებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, სადაც ამერიკის ბაზებია. ამასთან ჰეზბოლა ოფიციალურად ჩართულია ომში და ისრაელისკენ რაკეტებს უშვებს, რაც კიდევ უფრო აფართოებს კონფლიქტის ზონას. ყველა ეს ფაქტორი აჩვენებს, რომ დაპირისპირება აღარ არის მხოლოდ ირან-ისრაელის შიდა საქმე. შესაძლოა უახლოეს მომავალში რეგიონში რამდენიმე ქვეყანა ერთდროულად აღმოჩნდეს შეტევების სამიზნე, რაც ზრდის კონფლიქტის ესკალაციის რისკს და ართულებს საერთაშორისო რეაგირებას. რეგიონალური ომი ახლო აღმოსავლეთში უკვე რეალობაა, არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ენერგეტიკისა და ეკონომიკის მხრივაც. რადგან ასეთი მასშტაბური შეტევები მყისიერად აისახება ნავთობის ფასებზე, ტრანსპორტსა და საერთაშორისო ბაზრებზე. მე-12, კიბერთავდასხმები.
ორივე მხარეს ძლიერი კიბერშესაძლებლობები აქვთ. ირანიც და ისრაელიც იყენებენ კიბერსტრუქტურებს როგორც დაზვერვისთვის, ისე პირდაპირ შეტევისთვის. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ან ტელეკომუნიკაციებზე შეიძლება ტრადიციული სამხედრო შეტევებისგან ნაკლებად თვალსაჩინო იყოს, მაგრამ ზიანი უდიდესი იქნება. ერთი ძლიერი კიბერშეტევით შეიძლება პარალიზდეს ქალაქები, საავადმყოფოები ან ფინანსური ინსტიტუტები, რაც სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძალიან საშიშია. კიბერულ ფრონტზე ბრძოლა უცნაურია. ის უხილავია, მაგრამ ეფექტი თითქმის ტრადიციულ ომს არ ჩამოუვარდება. მეცამეტე, დიპლომატიური არხები დახურულია. დღეს უკვე ნათელია, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებების დრო დასრულდა. სამხედრო ოპერაციები აქტიურ ფაზაშია. საერთაშორისო ორგანიზაციები ჯერ მხოლოდ დაკვირდებიან ვითარებას. რეალურად რაიმე დეესკალაციის მექანიზმი ამ ეტაპზე არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი უკვე პირდაპირ სრულმასშტაბიანი და რეგიონალური ომის ფაზაშია. ნებისმიერმა ახალმა დარტყმამ ან შეცდომამ შეიძლება სწრაფად გაამწვავოს სიტუაცია, გადავიდეს ახალი ქვეყნებისა და ფრონტების ჩართვაზე და კიდევ უფრო გაზარდოს გლობალური საფრთხე. ამის ფონზე რეგიონში მშვიდობა პრაქტიკულად შეჩერებულია, ხოლო ყოველი საათი კონფლიქტის ესკალაციის რისკს ზრდის. ახლო აღმოსავლეთი დღეს მკვეთრად პოლარიზებულია. სხვადასხვა ქვეყნები ალიანსებს ქმნიან, პროქსი ჯგუფები აქტიურდებიან და რეგიონში პოზიციების გაძლიერება გრძელვადი ან მიზნად იქცა. ირანის და ისრაელის დაპირისპირება მხოლოდ ორ ქვეყანას შორის აღარ ხდება. ის რეგიონში სტრატეგიული პოლარიზაციის ცენტრია. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ერთ მხარეს, ავტომატურად ხვდება კონფლიქტის ზონაში. მოკავშირეები ცდილობენ გავლენის შენარჩუნებას, მაგრამ ერთდროულად არ უნდათ პირდაპირ სამხედრო ჩართულობა. მე-15 ეკონომიკური ომი. კონფლიქტი მიდის არა მხოლოდ სამხედრო ფრონტზე, არამედ ეკონომიკურ სფეროშიც. სანქციები, ფინანსური შეზღუდვები, ნავთობის ექსპორტის კონტროლი, ეს ყველაფერი ირანისა და ისრაელის დაპირისპირების ნაწილია, თუმცა გავლენა აქვს მთელ რეგიონზე. ნავთობის ფასების სწრაფი ზრდა, საერთაშორისო ბაზრების არასტაბილურობა და ლოჯისტიკური პრობლემები პირდაპირ აისახება არა მხოლოდ ბიზნესზე, არამედ მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ეკონომიკური ზეწოლა ხშირად უფრო ხანგრძლივად მოქმედებს, ვიდრე კონკრეტული სამხედრო დარტყმა. ეს ფაქტორი აძლიერებს დაძაბულობას რეგიონში, რადგან ქვეყნები, რომლებსაც ფინანსური რესურსი შეზღუდული აქვთ, ნაკლებად არიან მზარდ სტრატეგიული გადაწყვეტილებების დასანახად, რაც კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავების რისკს ქმნის. მე-16 მედიის როლი პანიკის ზრდაში. ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ხშირად არასწორად ან არასრულადაა გადამოწმებული. სოციალურ ქსელებში ნიუსებს ხშირად რამდენიმე წუთში მილიონობით ნახვა აქვს, რაც ხანდახან დამახინჯებულად გადმოსცემს მიმდინარე რეალობას. ეს ქმნის პანიკის ეფექტს, რომელიც ზოგჯერ უფრო სწრაფად აჩქარებს მოვლენებს, ვიდრე თავად სამხედრო მოქმედება. იწყება შესყიდვების, გაქცევის ან სხვა ემოციური ქმედებების ჯაჭვი, რაც დამატებით აძლიერებს რეგიონალურ არასტაბილურობას. მედიის ეს გავლენა განსაკუთრებულად თვალსაჩინოა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში, სადაც ინფორმაცია პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის უსაფრთხოებას, გლობალური ნავთობის ბაზრებს და საერთაშორისო რეაგირებას. მე-18 აითოლას მოკლა და მისი გავლენა. ახლა უკვე ფაქტია, რომ ირანის ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი აითოლა მოკლულია. მისი სიკვდილი არა მხოლოდ სიმბოლურ შოკს იწვევს ქვეყანაში, არამედ პირდაპირ ზემოქმედებს ირანის გადაწყვეტილებების მიღებაზე, სამხედრო სტრატეგიასა და შიდა პოლიტიკაზე. აითოლას გარეშე ირანის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა ნაწილობრივ დაბნეულია. ეს ზრდის შეცდომების, არასწორი გადაწყვეტილებების და არაპროგნოზირებადი სამხედრო მოქმედებების რისკს. მიზეზი მარტივია: უმაღლესი დონის ხელმძღვანელის დაკარგვა უსაფრთხოების, კოორდინაციის და ბრძოლის სტრატეგიის სისუსტეს აჩენს, რაც თავის მხრივ კონფლიქტის ესკალაციას კიდევ უფრო აჩქარებს. რეგიონში ამერიკის ბაზების საფრთხე. ირანის შეტევების შედეგად ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ამერიკის სამხედრო ბაზებია, სიტუაცია ყოველდღიურად მძაფრდება. ემირატები, ომანი, საუდის არაბეთი, ყატარი და ბაჰრეინი უკვე დაიბომბა, ხოლო კვიპროსზე მდებარე ბრიტანეთის ბაზამაც იგივე ბედი გაიზიარა. ეს ვითარება ზრდის რეგიონში მოკავშირეთა ჩართულობის რისკს. ნატოს წევრი ქვეყნები მკაცრად დაკვირდებიან მოვლენებს და მზად არიან თავიანთი ბაზების ტექნიკისა და სამხედრო პერსონალის დასაცავად. ყველა ეს ფაქტორი აჩქარებს კონფლიქტის გამწვავებას, ზრდის შეცდომების რისკს და უახლოეს მომავალში შესაძლოა რეგიონი გახდეს მსოფლიოში ყველაზე დაუცველი ზონა. და ბოლოს, მე-20 მესამე მსოფლიო ომის შანსი. ამ ეტაპზე ყველაზე რეალისტური შეფასება ასეთია.
მსოფლიო ომის ალბათობა დაბალია, რადგან ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები ჯერ არ არის კონფლიქტში ჩართული. რეგიონალური ესკალაცია კი რეალური და უკვე თვალში საცემია. ირანი, ისრაელი, ამერიკა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები პირდაპირ თუ ირიბად უკვე ჩართული არიან ამ ომში. საბოლოოდ მთავარი კითხვა რჩება, შეძლებს თუ არა სამხედრო სტრატეგიული მოთამაშეები კონფლიქტის კონტროლს და დეესკალაციას, რათა რეგიონალური ომი გლობალურ კატასტროფად არ გადაიზარდოს. ისტორია გვასწავლის, რომ დიდი ომები იწყება არა ერთ დღეში, არამედ პატარა, ერთმანეთზე გადაბმული გადაწყვეტილებების ჯაჭვით. კითხვა აღარ მდგომარეობს შემდეგში. არის თუ არა საფრთხე? ისმის კითხვა, რამდენად არის მსოფლიო მზად ამის შესაჩერებლად? მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებდით ფაქტომატს. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და არ დაგავიწყდეთ გამიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში. თუ რა მოლოდინები გაქვთ მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. აბა დროებით.